მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ სფეროში გარკვეული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ იმედია, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება განხორციელებული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, განვითარებისთვის და სხვადასხვა ქვეყანას შორის სწორი ურთიერთობებისთვის მთავარია მშვიდობა. წოლუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით ისტორიის გადასაწერად, ისტორიის წაშლის მცდელობა, ოკუპაციის გაგრძელება. კოცები ებრძვიან არა მხოლოდ მომავალს, არამედ წარსულსაც. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს. მისი განმარტებით ისტორიის წაშლა მტრის გეგმის შესრულებას ნიშნავს. იცვლება თაობა და მათი მიზანით სწორედ ესაა. შეიქმნას მეხსიერების უფსკრული, სადაც ვეღარ ამოიკითხავ თავისუფლების ისტორიის ხაზს. ისტორიის წაშლა ნიშნავს მტრის გეგმის შესრულებას. აღნიშნულ ინფორმაციას სტრატეგია აღმაშენებელი ავრცელებს. საერთაშორისო საზოგადოების ასეთ მკაცრ პასუხებს ოცნება შიგნიდან გაბზარული ხავს და მჯერა საბოლოოდ დაამსხვრევს კიდეც. ასე ეხმაურება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას. როგორც თურაზაშვილი აცხადებს, ქართველ ხალხს უცხოური ძალები და ნამდვილი მტრის ამოცნობა არ ეშრება. საქართველოს შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით სხვადასხვა კოალიციური ძალის წარმომადგენლები კიდევ უფრო დიდ როლს თამაშობენ. სწორედ ამ კოალიციური ძალების წარმომადგენლების ძალისხმევის შედეგია დიდწილად არსებული რეზოლუციის ფორმულირება. სწორედ ეს ადამიანები უხსნიან საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ, რომ მიუხედავად პრორუსული ხელისუფლებისა, საქართველო და ქართველი ხალხი რჩება თავისი ღირებულებების სადარაჯოზე, აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი. ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობების მიმართულებით რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში იმართება. კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, სახელმწიფო რუსეთთან ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და სავაჭრო პარტნიორობა აქვს. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის წინ. თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან 9.4%-ია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ყურადღების კონცენტრირებას ამაზე ვაკეთებთ. ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელ რეგიონში, განაცხადა კობახიძემ. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უნდა იცოდნენ, რომ სანქციებს გვერდს ვერ აუვლიან. ფავლენიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა სანქციების დაწესების მიზეზი გახდა. მისი განმარტებით, ყველა მიხილა ფაქტები, როგორ აწამებდნენ ქუჩაში ადამიანებს, როგორ ეპყრობოდნენ მათ არაადამიანურად და უმიზეზოდ აკავებდნენ. როდესაც დემოკრატიას ძირს უთხრი ადამიანების წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში სისტემატიურად მონაწილეობ, დასავლურ სამყაროში ეცხდება ლეგიტიმური მიზეზი იმისა, რომ დასანქცირდნენ, განაცხადა ფავლენიშვილმა. გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ 4 ქართველი ოფიციალური პირისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ოცნება არავის აძლევს საშუალებას, რომ საქართველოზე იბატონონ, რის გამოც გაღიზიანებულები არიან. ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთის მხრიდან შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესების სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებულნი, თუმცა ვიდრე ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს, განაცხადა კახა კალაძემ. ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონი X-ზე წერს. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორ გიორგი გაპიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კარლო კაციტაძეს.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რატომ გათავისუფლდა 4 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი ხარუსები გამოვლინდა. კერძოდ, ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებდა სააღმრთელო პროცესს. შესაბამისად, გათავისუფლდა 4 ბაგა-ბაღის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი. ზოგიერთი დასაქმებულის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმრთელო თუ ადმინისტრაციული პროცესის კანონთან თუ სხვადასხვა სტანდარტთან შესაბამისობის დაცვას მუდმივია და გაგრძელდება. აღნიშნავ სააგენტოში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. მათივე ცნობით ჰაერის ტემპერატურა დღისით 12-14 გრადუსით აფიქსირდება. სანაპირო რაიონებში 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 9-11 გრადუსით აფიქსირდება. 13-14 ապრილს შედარებით გამოიტარებს და 14-16 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოთავს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0-5 გრადუსით აფიქსირდება. აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობ თუ ცხოვეთის სიახლეებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მთავარი ამოცანა უკრაინელი მებრძოლებისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების მიწოდება. მისი თქმით, თებერვალში გამართულ შეხვედრაზე მონაწილე 50-ვე ქვეყანამ განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაზრდიდნენ უკრაინის დახმარებას და ქვეყანას $1.5 მილიარდ ფუნტის დახმარება აღუთქვეს. ჩვენ კიდევ მილიარდებს დავუპირდებით, აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. გერმანია ამ წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის 3 მილიონი ევროთი გაზარდა და მომავალ წლებში 8 მილიონ ევროზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობდა. მისი თქმით, ომის მომავალზე მოლაპარაკებების დასაწყებად შესაძლოა ფანჯარა გაიხსნას, მაგრამ ეს ფანჯარა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ რუსეთს ვაჩვენებთ, რომ უკრაინა საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს, აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს შესთავაზა, რომ აეროფლოტი სანქციებიდან ამოიღონ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. პირდაპირ რეისების აღდგენა აეროფლოტისთვის სანქციების მოხსნის შედეგი უნდა იყოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პატიმრების გაცვლის შესახებაც და განაცხადა, რომელს ხელს უწყობს ნდობის გამტკიცებას, თუმცა მის საბოლოოდ აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. ამასთან, მისი თქმით, აშშ-ში როგორც დემოკრატებს, ასევე რესპუბლიკელებს შორის ბევრი ადამიანია, ვისაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის განახლება არ სურს. ლავროვის მტკიცებით მხარეებს შორის ნდობა ბაიდენის ადმინისტრაციამ შეარყია და გაანადგურა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგში დაიშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მანამდე გამოცემა აქსიოსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უიტკოფი რუსეთში მიემგზავრება და შესაძლოა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ეს სტივ უიტკოფის მესამე ვიზიტი იქნება რუსეთში. ბოლოს ის მოსკოვში 13 მარტს იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.